არ ვაპირებდი გამოსვლას, ანუ შეიძლება ძრავი გავხეთქო, მაგრამ ჯენეზას ხვდები და შეკლასით ხო იმენა მემალება და ეხა გამოდის M6-ით. ჯენეზ მოვდივარ. არ ვიცი ეს ვიდეო საიდან დაიწყება, მაგრამ კიდე მოგესალმებით. ეხლა რა სიტუაციაა, რა ვითარება? 10 ღამე გავათენეთ. მე-7 ღამეს ძრავი გავაფუჭეთ და მთლიანი ღამე გავათენეთ, ანუ 1 საათიც კი არ გვძინებია. მერე მეორე დღისით ვაწყობდით ძრავს და 6 საათზე დავიძინეთ და 9-ზე გავაგზავნეთ აწყობა და გუშინას 4 საათამდე ბანზე ვიყავი, მაგრამ ვერ მოუგვარე პრობლემები რა. ესე უცბად აწყობილ ძრავზე ეგ არის. ერთ დღეში დავშალეთ და ავაწყეთ ძრავი, რაზეც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბუბუს ბიჭებს, მეორე ბუბუსი და ნახოს. ასევე ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ლიქვიმოლს, რომ დაურეკე ადგილზე ზეთები და ყველაფერი, იმიტომ რომ ძრავი გავხეთქეთქო, რომ უთხარი, აი ყველა ძალიან გული დაწყდა და რო გაიგეს, რომ ერთ დღეში ძრავი უნდა ამეწყო, წაიღეო, მოდიო და რაც გინდაო. მოვედი, დავფიქსირდი. მე გუშინ დავწერე მეორე დრო კვალიფიკაციაზე. დღეს დაემატნენ და მეოთხე დროზე ვარ, მაგრამ მანქანა არ დადის რა. ანუ არ დადის, რას გულისხმობ ეხლა? ვიღაც რო გამოდის სიტყვაზე 500 ცხენით, იმას ვაჯობებ, მაგრამ მანქანა არ დადის. შეიძლება ნებისმიერ დაჭერაზე ძრავი გავაფუჭო ისევ. მაგრამ აქა ვარ და რახანს აქა ვარ, რისკავ და ცდი ყოველ შემთხვევაში თუ გავიარე გავივლი. ეს უბრალოდ დავამთავრეთ ამით. მოკლედ გამოდივარ მე-4 ადგილზე, პირველი ხვდები ჯენეზას. წერან თქვი მე მგონი, მაგრამ ჯენეზა არ მოვიდა. არ გამირბის რა. ჯიპით დაგეჯიბრებიო, ჯიპი ვიყიდე და არ არის. ეხა M6-ით გამოვალო, ჯიპით არ გამოვალო და M6-ზე კიდე მე შემხვდა. ეხა X3, X3-ზე ვიყავით 5 მანქანა. X3, მეორე X3, X5, ML და G-კლასით ჯენეზა. G-კლასი საბურავების გამო დაბრაკეს, ზამთრები ეყენა. მეორე X3, რომელიც ძალიან ჩქარია, 1000 პლუსია, როგორც ვიცი, ჰიბრიდ ტურბოები, აი ყველაფერი უყენია. რაც სუპრაზე გვიდგას, თითქმის იგივე სეტაპი უყენიათ X-ზე. ძრავი გაფუჭდა და ხშირად ხდება, ანუ აქ ესეთი რაღაცეები. ჩვენ ვიარეთ სტაბილური 11-0, 11-1-ში ვიარეთ. კვალიფიკაციაზე დავიკავეთ პირველი ადგილი. მაგრამ მანქანები რო აღარ დავჭით ბევრი, იმ X3-ის შიშით მანქანები აღარ მოვიდა რა. არა დავიცოდი, რომ Porsche-ები, Lamborghini-ები, Urus-ები და Cayenne-ები და რაღაცები უნდა მოსულიყო რა. მეც 2 ღამე ამაზე გავათიე. 680 ცხენი დავწერე საბურავზე რა. მე გარეთ ცოტა მოვაკელი, იმიტომ რომ safety გავუშვი. 680 ცხენი საბურავზე გავანთ, სადაც 820-840 ცხენი და 800 ცხენზე გავაჩერეთ, ცოტა წნევა დავაკელით, იმიტომ რომ გუშინ 32 გრადუსი იყო აქ და DA იყო 1200. და ცოტა წნევა დავაკელით, ცოტა ის და სტაბილურად დავაყენეთ, ისე რომ ყველა დრო ან დაიბეჭდა ერთი და იგივე დროში. 10 11-09 და 11-1 ვიარეთ, 1-0 ვიარეთ ზუსტად.
ეგვიარეთ დეთი და ლანჩით კიდე ისეთი სიტუაციაა, რომ ორი ვარიანტია, ან მაგრად მიდის, ან არ ირთვება ლანჩი და საერთოდ ვერ მიდის. ხო და ეხლა ვფიქრობ, ლანჩს უცადო თუ არ უცადო რა. ლანჩს თუ უცადე 0-100 მექნება 3-3 და თუ არ უცადე 3-5-ში დადის 10 და 9. რავი, გავუშვებ და ხო, SUV კლასი რო აღარ ტარდება, ეხლა ნახე რა ხდება. SUV კლასის მანქანები გადავედით 4-4-ზე კლასის მანქანებში, ჩვეულებრივ ვიღებთ მონაწილეობას დრაგის სერიებში, მაგრამ მე ვხვდები პირველივე მეორე ბუბუს 340-ზე და 340-ი რო გამაგდებს მე, ჩემით ეს დრაგი კი მორჩება, მაგრამ ჩემი დრო რო დაიბეჭდება SUV კლასში რო ვიარე მაგალითად 11-0-ში, იმ დროით ავტომატურად თუ ჩემზე კაი დრო ამ სხვა მანქანებს არ ექნებათ ჯიპებს, გავდივარ პირველ ადგილზე რა. ესეთი რაღაც გააკეთეს ბიჭებმა და ნახოთ რა იქნება, ანუ ამის იმედი მაქვს რა. SUV კლასს წამოვიღებ, აი 99% და თუ ამანაზეც რამე არაურია და სუპრით, ტოპ რვამდე მივიჩოჩებ, რაღაცას ვიზავ რა. ამით ცოტა ხანი დაგემშვიდობებით, დანარჩენი უკვე გავლებს და რაღაცებს გადავიღოთ. ორივე მანქანა გასარეცხია, იმიტომ რომ დილას 5 საათზე მივედი სახში და დილის 6 საათზე წვიმამ დაიწყო და დღეს მთელი დღე წვიმდა. დაჟე მეგონა რომ იქნება გადაიდოს კიდეს რა თქმა უნდა სუპრის აწყობა დავასრულოთქო, მაგრამ რა გადაიდოს არა ის. X ძალიან ჭუჭყიანია. წეგანს სუპრა გავრეცხე კადრები იქნება იმით. კოდუასთან შლანგით ისოთ მოვატარე და ტილო გადაუსვი ბაგაჟნიკზე დამავიწყდა, საბარგულზე დამავიწყდა გადასვა და სხვირი მოვაპრიალე რა. ეგ არის და ეგ. წესი და რიგით ისევ უნდა ვიხილოთ ბუბუყარელაშვილი და ნუ უკვე ერთი ქულა მოპოვებული მაგრამ სამწუხაროდ თავისა ხო რა გინდა რომ გააკეთო უბრალოდ შუაგზაში მანქანა აღარ დატანჯა რა ხარხა ხო ენერგიები უბრალოდ განეიტრალა აი მიხვდა ის აი აქ უკვე გააჩერა ნახე. რა, ერთი კიდე ეხა გზაში რაღაც ხენი და უნდა ვცადო რა.
თუ ძრავი არ გავხეთქე, აი მკიდია კაროჩე რა, ან ძრავის ყდება, ან ვიგებ რა საპრიზოზე გავდივარ. თავს არ ვანებ. მე ძრავს წირავ და თქვენ subscribe დააჭირეთ. როგორი კონტენტი იქნება? როგორ გავხეთქეთ ძალად ძრავი. დრაგზე ძალად გავხეთქეთ ძრავი. რისკები ბრო. რავი, როდესაც მიწევს რომ გიშვებენ კიდე? ბაირას აღარ ეხა მეკუთვნის. დრაგზე ასპარეზობა დავასრულეთ დღეს. პატარა მიმოხილვა, თავს არ ვიმართლებ, даже გუშინ ალექს შენ არ იყავი კვალიფიკაციაზეც ლაპარაკობდი, რომ სუპრაში რა 26-ში სურათს ჩაგიგდებ, სადაც ამ თარიღიც არის, რომელ საათზე გვაქვს ძრავი დაშლილი, რომელზე გავაფუჭეთ ძრავი და მე რომელზე დავშალეთ. მეხუთე პორშინი გაგვიფუჭდა. ფარსუნკა მაგარ ჩაასხა, ან რაღაცა ესეთი იყო, ელექტროობის პრობლემა იყო მოკლედ რაღაცაზე. დავშალეთ, უცბად ავაწყეთ და გეითის პრობლემა მაქვს რა. გეითმა აურია და ვერანაირად ვერ გავამართლე ამ ორ დღეში, რა ხანიქით პროუდკას ვაკეთებდი, ხანიქით, მაგრამ ვერაფერი. X3M-მა რაც ყველაზე მაგრად მინდოდა და რაც მაგარი გულით მინდოდა 10-8-ში ვიარე, ჯიპით, SUV-ში გავედი პირველ ადგილზე დროებით, SUV-ის კლასი ტარდებოდა დროებით და გავედი პირველ ადგილზე. თან 4 ვედეში რო გადავედი, 4-4-ზე რო გადავედი მარკლაში, 540 შეხვდა პირველი და 540 გავასწარი. და 540-თან თან დროები მქონდა 11-2-11-1 და შემდეგ შევხვდით სომხების იმას, M4-ს, რომელსაც მე მგონი 1100 ცხენი აქვს თუ რაღაცა რა. და ყველანაირად მოვჭი მე რომ მეთი ანუ კაი დრო დავწერო 10 დაში დავწერო და პირველი გარბენი 3-3-ში ვიარე 0-100 და მეორე გარბენზე 3-2-9 მქონდა 0-100, მაგრამ full start-ი მქონდა და სადამდე წინ ვედექი, სადღაც 100 მეტრა წინ ვედექი და ის 100 მეტრა ვიარე და გასწრება რო დაიწყო, თან გას გაუშვი ფეხი რა. დაუთმე, გაუშვი მაინც მასწრებდა და X3-მა გვასახელა. ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფი SUV-ია რა. არის ერთი SUV ამაზე ჩქარი, მაგრამ ვერ დადის ჯერჯერობით. როცა გაივლის მერე გახდება ის ყველაზე ჩქარი. დრაგზე დაფიქსირებული დროით ყველაზე ჩქარი SUV ჩვენ ყავს. სტოკ ტურბოებშიც ყველაზე სწრაფი ჩვენ ყავს და სტოკ ტურბოში ვერავინ ვერ მოგვიხსნის ამ რეკორდს. მოგვიხსნიან და ჩავამატებთ კიდე და ჩავბერავთ. ყველაზე სწრაფი სტოკ ტურბო SUV კლასის მანქანა ყავს ჩვენ. ბიჭები რა შვებიან? ჯუბა M5-ით ძალიან მაგრად ადის. სტორი რომ მედო 1015 ცხენი აქვს საბურავზე და 9-4-ში არა კვალიფიკაცია. ანუ M5-ისთვის 9-4 იცით რა არის? აი ამ ხელა მანქანისთვის ტატო დადის 9-2-9-1-ში, კოლტიც მაგდროში და კიდევ ვინ დადის? ხო, ტეტე დადის 9-1-ში კიდევ. დანარჩენი ესეთი საოჯახო სედანი და დიდი მანქანა ვერავინ ვერ დადის. ყველაზე სწრაფი ამის წინ იყო, როგორც მახსოვს, ჩვენი M5, ავტოს M5, რომელმაც 9-6-ში არა და ამაც 9-4-ში არა. და არც დაშლილი არაფერი და ნუ დაგვავიწყდება რომ ეს არის street legal კლასი. და მეორე BMW-ს დრაგზე ცოტა რომ დაიშლება, ცოტა რომ ხელი შეევლება, იქ თარი ამოეცლება და რაღაცეები. უკვე სასწაულ დროს დაწერს ხო, ჩვენ ფარი გვიყენია. გამოჩნდება street legal-ები ვართ გამხდარი. მაგრამ აზრი მაინც ვერ დადის. სიო, ეხა ჩავიდეთ, ბიჭებს უგულ შემატკივროთ, დაჯილდოება იქნება მერე, ცოტა ხანი გავჩერდეთ. სუპრას დავტოვებთ მერე ლილოში, ABP-სთან, ავტოსთან და რა ვიცი რა, გავასწორებთ. ხვალზე გასწორდება, მაგრამ უკვე გვიანია. 5 ღამე არ მძინებია, 2 ღამე სრულად გათენებული მაქვს, რა ვიცი, სახეზე მეტყობა უეჭველი. ხო, თუმცა სახეზე იმენად მკვდარი ვარ რა. მაგრამ რა ხვალ დღეს რო დავიძინებ, არ ვიცი, ალბათ 2 ღამე მეძინება რა.
წავედი ეხლა უყუროთ სხვას კადრები ავიღოთ, ფინალური გარბენები გადავიღოთ და ბიჭებს უგულ შემატკბიროთ. ქოროც არის, ჯუბა, სულავა, ბუბუ 340-ით არის რა თქმა უნდა და კიდე არიან ბიჭები და აბპ-ს გუნდიდან. სულავა არ არის აბპ-ს გუნდიდან, დანარჩენი იმან რაკნა არ ვიცი, ზირაქამ რაკნა არ ვიცი, დანარჩენს კიდე შევხედოთ. ბიჭებს ეგა ლანჩი დავამოგავებინე M3-ია და არის თან ბენზინზე და პირველი გარბენი მოუგო და ეხლა მეორე გარბენი და გადაუგო. ავტოსაწყობილია, ესეც აბპ-ს მანქანაა და სპირტი არ უსხია და ისე გამოდიან დრაგზე. ნახო დრაგზე. აუ. შემთხვევით ჩაერთა ლანჩი და ფეხი გაეშვა. Короче, Рубас Балешчиковский არა, რავი რა. 9-3 ბიჭო, 9-3 დაწერა აქ. ამ ხილა მანქანამ დაწერა 9-3. აი ეს ვიდეო უნდა გადავიდე. ეგარი წამოვიგეთ. აი ეგ არის ნერვების ამბავი. არა, ამაო დაახოლა ის გაგორდა პროსტა. საუკეთესო დრო შენია 9-3 ბრატ. აქ დიდ მანქანას არულია. ბიჭო მეორე მეტანორი ჩაასხა და გაიჭხიფა დაერხა. არა, ბევრი ჩაასხა.
არა, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, ეს არის ბიზია ტიტაური მესამე ადგილოსანი. ანაჩემო აბიოს გაძლევს. მეორე ადგილი რობერტ ალავერდოვი. ეს ის პირველი ადგილის ფორმის პედესტალზე თუთუ ყარაშვილი